ძველი საიდუმლო 1995 წლის 3 აგვისტო ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულება დღეს ზუსტად 3 თვე გავიდა. მას შემდეგ რაც ჩემი შვილებისგან არაფერი მსმენია. მათი სურნელი მენატრება. ვერ ვუყურებ როგორ იზრდებიან, რადგან ჩემი ქმრის მკვლელობა დამაბრალეს. ციხეში გამომკეტეს, მაგრამ მართმა იცის, რომ უდანაშაულო ვარ. გლოვის უფლებაც კი არ მომცეს. მითხრეს შენი ქმრის მკვლელი ხარო. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, ჩემი შვილების მამის მკვლელობა დამბრალდა. მაგრამ ღმერთმა იცის. ჩემმა თვალებმა და გულმა იცის, რომ ეს ტყუილია. ნეტავ იმ დღეს მომკვდარიყავი. რასიმთან ერთად მეც წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. ანცილის წამებით ცხოვრება არ მომიწევდა. ჩემო ქუდრეთ, ყველაზე მეტად შენი მრცხვენია. ყველაზე მეტად უშენობას განმიცდი. შეიძლება როცა სიმართლეს გაიგებ არ მაპატიო, მაგრამ დამიჯერე. ეს უნდა გამეკეთებინა. როგორც კი ამ ქვეყანას მოევლინე, შენი თავი ზოჰალს ჩავაბარე. ვუთხარი წაიყვანე, გაზარდე ისეთი თქოს შენი შვილი იყოს, შენი ქმრისთვის, დედა ასიესთვის, ყველასთვის ასე აჯობებს მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავდი ზოჰალს, ჩემს ერთადერთ მხარდამჭერს, ჩემს ერთადერთ ახლობელს, შენს დაძმებთან, იმ სახლში. მინდა იცოდე, რომ შენს დაძმებზე ნაკლებად არ მიყვარხარ. არ მინდოდა მკერდიდან მომეგლიჯე, შენი სურნელიც კი ვერ ჩავისუნთქე შვილი. ლოცულობ, რომ ერთ დღეს ჩემს სანახავად მოგიყვანე. დედა ასია შენს დაძმებს აქ მოსვლის უფლებას არ აძლევს, მაგრამ იქნებ ზოჰალმა რამე გზა გამონახოს. უფალო, მომეცი მოთმინება. მომეცინება, რომ ჩემი შვილების სიკვდილამდე უკანასკნელად ვნახო. ჩემთვის ისიც საკმარისია ვიცოდე, რომ ისინი კარგად არიან. უფალო, გთხოვ მიიღე ჩემი ლოცვა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ყოვლის შემძლე უფალო. შენ ამ პირობებშიც აჩუქე ყვავილს სიცოცხლე. ამიტომ იმედს არასდროს დავკარგავ. ჩეტინ შვილო ალბათ უკვე ზრდასრული მამაკაცი ხარ. ჩინარ ჩემოდან სალაგებ? ვალაგებ დაო. მხოლოდ ბავშვების ნივთები დამრჩა. ეს მამთა ჯინას ერთი წუთითაც არ უშვებდა ხელს. მაშინ ასეთი თოჯინის ყიდვა მარტივი არ იყო. ეს სეჰერის სამაჯურია. მე და რასიმმა ბოროტი თვალისგან დასაცავად ვუყიდეთ. იმედია უფალი გადმოხედავს ჩემს ქალიშვილს. მისთვის ყოველდღიურად ვცულობ. ეს არ დაგავიწყდეს. როგორ დამავიწყდება დაო? ეს ჩემი კუდრეთის წინდაა. წარმატებას გისურვებ. იმედია მონატრებულ შვილებს მალე შეხვდები და გულში ჩაიკრავ. იმედია დაო. იმედია. რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ. ინაღამ დამავიწყდა. იმ ღამეს იქ ვიყავი. დავინახე რაც მოხდა. ვიცი რომ უდანაშაულო ხარ. ვიცი ვინ მოკლა შენი ქმარი. მაგრამ პოლიციას ჩვენება ვერ მივეცი. ხო, მაპატია. შვილო, გაარკვია ვინ მოგწერა ეს წერილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში შენი შვილები არ გინახავს. მათი არაფერი ხსმენია. გავარკვევ დაო. გავარკვევ. მაგრამ ჯერ შვილები უნდა ვნახო. ძალიან მომენატრნენ. მერე კი ღვთისწყალობით იმ ადამიანს ვიპოვე. აქედან გასვლის შემდეგ ქმრის ოჯახში წახვალ? ჯერ სასაფლაოზე წავალ. დღეს რასიმის გარდაცვალების დღეა. მართმა ნათელში ამყოფოს. ამინ. ღვთისწყალობით მალე შენს შვილებს გულში ჩაიკრა. გმადლობ დაო. მართმა დაგლოცოს დაო. ძალიან დამეხმარე.
ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს. იმედია ცხოვრების გზაზე ასეთ სიმწარეს აღარასდროს გამოცდი. ამინ. ჩინარ? მოვდივარ. დამლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოს. მადლობა ღმერთს. ციხეში 20 წლიანი ცხოვრება დასრულდა. ისე შევაღე ეს გარი თითქოს სამუდამო განსასვენებელში შევდიოდი. საკანი ჩემი კუბო გახდა. ხოლო დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია, ჩემი სამოსელი. მითხრეს ქმარი მოკალიო. ჩემს რასიმს სიცოცხლეს როგორ მოვუსწრაფებდი. ის ხომ სიკეთის განსახიერება იყო. რაც არ უნდა მეთქვა, არავინ მისმენდა. მაშინ რა არ ვიღონე, მაგრამ ჩემი უდანაშაულობა ვერაფრით დავამტკიცე. იმ დღეს, როცა რასიმი გარდაიცვალა, უფალმა ჩემი სიცოცხლეც წაიღო. შვილებისთვის ვსუნთქავდი, მაგრამ ისე როგორც ხმელი ხე ფესვებით მიწაში. არც ცოცხლობდი და არც ვუკვდებოდი. ჩემი შვილები ჩემი ფესვები იყვნენ. მე მათ ველოდი, 20 წელი ველოდი, რომ ისევ მენახა და მეთქვა, რომ უდანაშაულობა. დადგა ის დღე, რომელსაც ელოდი, ჩინარ. დღე, როცა შენ შვილებს შეხვდები. მოვიდი რასიმ. ჩინარი მოვიდა. ჩვენი ბედის წერა ასეთი ყოფილა. ვერ ვიფიქრებდი, რომ უფალი ასეთ ახალგაზრდას წაგიყვანდა თავისთან. ნეტავ იმ დღეს ადრე მოვსულიყავი. იქნებეს უბედურება არ მომხდარიყო. მაპატიე რასიმ. მაპატიე, რომ იმ დღეს დამაგვიანდა. სასიხარულო ამბის სათქმელად მოვდიოდი. იმ დღეს გავიგე, რომ უფალმა კიდევ ერთი შვილი გვაჩუქა.
მაგრამ ეს ვეღარ გითხარი. მე გარდავიცვალე რასიმ. ამ ტკივილს ვერ გავუწელი. დედა ისედაც გაიგებს. ჯობს შენ უთხრა. რა ვქნა თურგუთ? მე შინია ჯერ ვერ ვეტყვი. ჩემი შვილებისთვის ყველაფერს გავუწელი რასიმ. ყოველ ღამე ბალიშზე თავს იმ იმედით ვდებდი, რომ ერთ დღეს მათ ვნახავდი. როგორც იქნა უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მკვლელი ვგონი ვარ, ღმერთმა იცის, რომ უდანაშაულო ვარ. ეს შენც იცი. ერთ დღეს ყველა გაიგებს სიმართლეს. არ გაბრაზდე რასიმ. ვიცი ზემოდან მიყურებ. სინდისი არ მაწუხებს. უფლის წინაშე მართალი ვარ. ვიცი რომ არაფერი დამიშავებია. მე შენი ცოლი და შენი შვილების დედა ვარ. თურგუთ. ისმენ დედა. რასიმის საფლავთან ვინ არის? თურგუთ რა მოხდა? რატომ გაჩერდით? არ ვიცი დედა. აქედან ვერ ვარჩევ. ვის გულისხმობ? არა უშავს. მივალთ და გავიგებთ ვინ არის. თურგუთ, კითხვა დაგისვი. რატომ არ მპასუხობ? სათქმელი არაფერი აზუჰალ. გაჩუმდი. შვილო. შენი სახე დამანახე. ვინ ხარ? ჩინარ. შენ. დედა. დედას ნუ მეძახი. გთხოვა, სენ ნუ მეკცევი. 20 წელი გავიდა, დედა. ნუ თუ ისევ გაბრაზებული ხარ. მეკითხები კიდეც? ჩემი შვილი 20 წელია მიწის ქვეშაა. შეხედე. ეს შენი ბრალია. რასიმი შენ მოკალი. ჩვენი ყველა დიდი გამარჯვების წინ, როგორც ახლა, ცდილობენ შეგვაშინო, რომ დაგვასუსტონ. ქმნიან ქაოსს, რომ დაგვაბნიონ. ჩვენ ყოველთვის ზუსტად ამ დროს ძლიერდებით. როგორც არასდროს ვერთიანდებით, არ ნახულად ბევრნი, რადგან არავის ისხვისი. ეს ქვეყანა არის ჩვენი. 20 ოქტომბერს ერთდროულად დავიზრვებით და ისევ შეუჩერებელ მდინარედ მოვედებით თბილისის ქუჩებს. დასტურად იმისა, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს. 5 საათზე ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე. მარჯანიშვილის მოედანი,
გმირთა მოედანი, რესპუბლიკის მოედანი, 300 არაგველის ობელისკი, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა. ერთად დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ. 19 საათი, თავისუფლების მოედანი. მე არ მომიკლავს დედა. გთხოვ დამიჯერე, უდანაშაულო ვარ. რასიმს სიცოცხლეს როგორ მოვუსწრაფებდი? მოუსწრაფე. თანაც გაუგონარი სისასტიკით. არ თქვა რომ შენი ქმარია. არ თქვა რომ შენი შვილების მამაა. არ თქვა რომ დედა შენი ვარ. დედას ნუ მეძახი. ამიერიდან შენი კოშმარი ვიქნები. ახლა აქედან წადი. გაითრიე. ეს ქალი აქ რას აკეთებს? ციხეში არ უნდა იყოს? თურგუთ. ერთხელაც არ მომისმინე. მთელი ეს წლები სიცრუეში ცხოვრობდი. ნუ თუ არ მიცნობ დედა. როგორ იფიქრე რომ რასიმის მოკლა შემეძლო? მოშორდი აქედან. ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს. მე უდანაშაულო ვარ. მოშორდი აქედან. დედა, თურგუთ. შენი ძმის მკვლელი მოვიდა. ურცხვად მოვიდა. მის საფლავზე სალოცავად. დედა სასაფლაოზე ვართ. ერთ ამბავს ნუ ატეხავ. თავი დამენებე. ჩემი თუ არ გჯერა. ეს მაინც წაიკითხე დედა. არსებობს მოწმე, ვინც დაინახა იმ ღამეს რა მოხდა. ციხეში წერილი გამომიგზავნა. აქ წერია რომ უდანაშაულო ვარ. დედა, აქედან მოშორდი. წადი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. შენი ცრემლებით გულს ვერ მომილბობ. იცოდე გაჩენის დღეს გაწყევლინებ. თხოვ ეს წერილი წაიკითხე დედა. ერთხელ მაინც წაიკითხე. უბედურება დატრიალდება. თურგუთ. ეს ქალი მომაშორე. კარგი. დავალ. მაგრამ უფლება მომეცით, ჩემი შვილები ვნახო. 20 წელია მათთან შეხვედრას ვნატრობ. ისინი შენი შვილები არ არიან. რასიმის შვილები არიან. ჩემ შვილიშვილებს ახლოს არ გაეკარო. მათგან თავი შორს დაიჭირე. გასაგებია? მე მათი დედა ვარ. ჩემ შვილებს ვერავინ დამაშორებს. მშობელმა დედამ ბავშვებს მამა მოუკლა და ციხეში ჩასვეს. მერე კი თავადაც მოკვდა. ჩემი შვილიშვილები ობლები არიან. არა. მათ უთხარით რომ მკვდარი ვარ? ასე როგორ მომეკეცით? ჩემი შვილების გულისთვის. ამდენი წელი ტანჯვას მოძლებდი. მათი ნახვის იმედად ვაღამებდი და ვათენებდი დედა. როგორ უთხარით რომ დედა მოუკვდათ? როგორ უთხარით? არი ნერვეულო. დედის გამო ერთი ცრემლიც არ დაუღრიათ. ახლა კი მოშორდი აქედან. წადი. ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს. მოშორდი. მოშორდი. მე უდანაშაულო ვარ. რასიმი არ მომიკლავს. თურგუთ. რას ელოდები? მოაშორე ეს ქალი.
Წადი. ჩვენგან თავი შორს დაიჭირე. თურქუცმა. შენ მაინც ხომ იცი როგორ მიყვარდა რასიმი? მომისმინე ღვთის გულისათვის. ხოჯა, გთხოვთ მობრძანდით. დაიწყეთ ლოცვების კითხვა. ისოს ინდისო ქალი ისევ არ ასვენებს ჩემს შვილს. ღმერთ შესთხოვეთ, რომ შეიწყალოს ჩემი რასიმის სული. ამინ, ამინ. ღმერთმა აპატიოს ჩადენილი წოდები და დიდხანს სიცოცხლე არ გუნოს მის შვილებს. ამინ. გმადლობ. ღმერთმა მიაგებო შვილო. გმადლობ. ღმერთმა გაანათლოს, შვიდად განისვენოს. გმადლობთ. ღმერთმა შეიწყალოს. ღმერთმა ყველას არ გუნოს შენაირი შვილი. განსვენებულ მამა შენს ყოველ წელს სათანადო პატივს მიაგებს. გმადლობთ. დაგეხმარები. ღმერთმა გაანათლოს. ამინ. ღმერთ შევთხოვ დიდხანს სიცოცხლოს გარდაცვლილი სახლობლებმა. ამინ. გარდა იმ მკვლელისა, რომელსაც დედა ჩემი ჰქვია. ჩეთინი ვერ დამიჯერს. ჩეთინი ვერ დამიჯერს. ჩეთინი ვერ დამიჯერს. ჩეთინი ვერ დამიჯერს.
ესმა ჩეთინ კუდრეთ ვინ არის? მე გავაღებ. ჩეთინ კუდრეთ კარი გამიღეთ მე ვარ გისმენთ ვისეძებთ ჩემი შვილების სანახავად მოვედი ესმა შემდეგში კარზე ადამიანურად დააკაკუნე. აქ ხალხი ცხოვრობს. დამშვიდდი ჩეთინ სტუმრებს არაფერი გაუგიათ რა მოხდა რატომ მოხვედი შენს სასაყვანად. დურუს დაუძახე და სახლში წავიდეთ. ახლა როგორ წამოვიდე სტუმრები გვყავს ნუ მე წინააღმდეგები საჰერ. გითხარი სახლში მივდივართ მეთქი. სად გიჩქარება კაფეში ბანკოს სათამაშოდ გელოდებიან ბოლო დროს ენა ძალიან დაიგზელე ქალბატონო ესმა. რა მოხდა? რადგან ადვოკატი გახდი, გონია შემაშინებ? სიტყვებს დაუკვირდი სიძევ. დღეს მაინც ნუ მოაწყო ბაყალ-მაყალს. ან შემოდი და კაცივით მოიქეცი, ან ახლავე წადი აქედან. მამა შვილო, ბაბუასთვის შენც უნდა ილოცო ხო, ბაბუასთვის სალოცავად მოვედი ჩემო პატარავ. საქმე მქონდა, მაგრამ რომ გავიგე მისი გარდაცვალების დღე იყო, მაშინვე აქეთ გამოვიქეცი. შემოდი ქათამს და ბრინჯს მოგიტან შეერი იქნები საღამოს დაგელაპარაკები. დაო რა გითხრა არაფერი ესმა რა უნდა ეთქვა დაო ისევ დაგემუქრა რა გუას ვასწავლე ღვთის გულისათვის გაჩერდი ესმა რა საკეთებ შიგნით სტუმრები არიან ესმა შვილო სათხარ ჩეთინ შვილო სადარიან სადარიან ჩემი შვილები დეიდა ჩინარ შენ ხარ მე ფიდანი ვარ ფიდან რამხელა გაზრდილ ხარ ყველა გავიზარდეთ დეიდა ჩინარ ძალიან პატარები ვიყავით როცა ციხეში ჩაქსვეს ჩემი შვილები სადარიან ფიდან არც სასაფლაოზე იყვნენ სასაფლაოზე იყავი დედა ასიე მას შეხვდი დედა ასიეს თავი დაანებე წადე ჩემს შვილებს დაუძახე აქ არ არიან დეიდა ჩინარ სტამბოლში არიან სტამბოლში იქ რა ესაქმება ჩვილო ძმა თურგუთთან და ქალბატონ ზუჰალთან ერთად ცხოვრობენ დეიდა ჩინარ კარგად ხარ გახმოვანებულია მთავარ არხზე.